მოგესალმებით, შემოძვირფასებო და კარგებო. თქვენთან ერთად მინდა განვიხილო ესეთი კარგი და ლამაზი საჯარო გაშლა. თუ რას მოგიტანთ, გაზაფხული, ხო? მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე კონცენტრირდით, ჩაიფიქრეთ საკუთარი სახელი, გვარი, დაბადების წელი, თვე და რიცხვი და მოდი ვნახოთ, ხო, რას მოგიტანთ? გაზაფხული. რას მოგიტანთ? ეს გაზაფხული, ამ წლის ეს გაზაფხული, რას მოგიტანთ, რა შეიცვლება, ხო, თქვენ ცხოვრებაში, რა მოვა თქვენ ცხოვრებაში გაზაფხულთან ერთად. რა ყვავდება გაზაფხულთან ერთად, ნახეთ, რა გელოდებათ ამ გაზაფხულს, რა შეიცვლება, რა ცვლილებებს მოგიტანთ გაზაფხული, დავიწყოთ, რა ცვლილებებს მოგიტანთ გაზაფხული. აბა, თქვენ რა ენერგიებში ხართ? კარგი, მოვარდა. გაზაფხული მოვიდა, ცეცხლოვან ენერგიებში, სიყვარულის ენერგიებში, ასე ვთქვათ, პეპლები დაფრინავენ. მოდი ასე ვთქვათ რა, გაზაფხული თქვენთვის არის რაღაცნაირად გრძნობთ, აი სურნელიც სხვანაირია, ხო, აი პირველი იმზე რომ გამოვიდა გაზაფხულის დათბა და აი რომ გაიღვიძებ დილაუთენია და რო გრძნობ, ხვდები რომ რაღაცა შეიცვლება. სიტყვით სავსე რო ხარ, რო ივსები რაღაცნაირად ინთები, ხო, აი გიყვარს, შეყვარებული ხარ, ოღონდ ვინ გიყვარს, არა კონკრეტულად კი ვინმე კი არ გიყვარს, საკუთარ თავზე რო ხარ შეყვარებული და რო გრძნობ რომ რაღაცა შეიცვლება, აი ზუსტად ისეთი მდგომარეობა გაქვთ რეალურად, ხო, მიუხედავად ესეთი უჟმური ამინდისა, რაც დღეს არის, მაინც, მოდი ასე ვთქვათ, თქვენთან გაქვთ ძალიან კაი მოლოდინი იმის, გრძნობთ, აი სურნელითაც კი გრძნობთ, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს თქვენს ცხოვრებაში, რაღაც კარგი უნდა მოხდეს. კაი, ნახოთ რა შეიცვლება, რას მოგიტანთ. აი ნახეთ თუნდაც, კოშკის არკანი საუბრობდა მოყვება თემას, ხო, კოშკის არკანი რას ნიშნავს? მოდი, აი ფონსაც შევხედოთ რაღაცნაირად, დღეს ვუღალატე, ხო, ჩემს იმას რა ქვია. ფორმაც გაშლისას რაღაცნაირად რა ვუღალატე და ფონს არ შევხედეთ. არა რა კარგი რაღაც ამოვიდა ფონათაც არ შეხედოთ რა. რვიანი ხმლების პერიოდი თქვენ ცხოვრებაში დასრულდა. ეს ტრანსფორმაციული პერიოდი რაღაც არის თქვენ და გაგეარათ, გაიარეთ, რაღაც ბოლოსკენ ხართ გასული და აი ეს დასრულებული რაც არის უკვე ეს გაურკვევლობები, გაუგებრობები, ლაბირინთები, საიდანაც ვერ გამოდიოთ, ხო? დასრულდა ეს პერიოდი და თქვენთან სილაღის, სიკარგის, სიამის პერიოდი დადგა, სადაც თქვენ კარგად გრძნობთ თავს დღესდღეობით რაღაცა რთული სიტუაციების შემდეგ, რაღაცა ცხოვრებისეული ბლოკების შემდეგ, არ ვიცი რა სფეროა, ნებისმიერი სფეროა ვიღო ცხოვრების, იქნება ეს პირადი, იქნება ეს ფინანსური სფერო, თუ რაც იქნება, გამოსული ხართ ამ რთული სიტუაციიდან და დღეს თავს ძალიან კარგად გრძნობთ, იმიტომ რომ თქვენ შეძველით და დაძლიეთ საკუთარ თავზე გაიმარჯვეთ, თუნდაც იმ ვარიანტში, რომ რაღაც დეპრესიული ფონიდან გამოძვერით და საკუთარ თავს აძლევთ დღესდღეობით აი ამ უკარგეს პერიოდში, წელიწადის ამ ულამაზეს დროს, გაზაფხულზე, სადაც ასე ვთქვათ, გეჟი მარტია ესე ხან. კარგამინც გვაჩუქებს ხან, სუდამინც გვაჩუქებს, მაგრამ აი პირველი სხივი გაზაფხულის, როგორც კი გამოვიდა და აი ესე ვთქვათ, სიდან გამოანათა, ხო, პირველმა სხივმა, თქვენ ეგრევე სურნელითაც კი იგრძნით, რომ რაღაცა კარგი მოხდება, რაღაცა იმედით აივსეთ და იმ დღის მერე რაღაც იმედით ხართ სავსე, რომ კარგი მოხდება თქვენს ცხოვრებაში ამ გაზაფხულის დადგომით. ეს გაზაფხული თქვენ აუცილებლად კოშკის არკანიდან გამომდინარე მოგიტანთ რაღაც ცვლილებებს, კარდინალურ ცვლილებებს, ხო, რაღაცა ფორმატი, რაც იყო თქვენს ცხოვრებაში რვიანი ხმლებიდან გამომდინარე, რაც ტრანსფორმაციაში სიკვდილით დასრულდა, სიკვდილის არკანის მიხედვით უკვე დასრულებულია, ხო? გამოსული ხართ ამ გაურკვევლობებიდან, თქვენ ცხოვრებაში შემოიტან სილაღეს, უკვე სამიანი თასებიდან გამომდინარე, მოდი ასე გეტყვით, რაღაცა კარგი შემოვა თქვენ ცხოვრებაში, პოზიტივი შემოვა თქვენ ცხოვრებაში, მზე გამოანათებს, როგორც რეალურად გამოანათა, ასე ვთქვათ, ნათელი ციდან მზის ხილმა და ასე ვთქვათ, მოიცვა თქვენი გონება და გულის სითბოთი, ხო? აი ესე რეალურად თქვენ ცხოვრებაში ეს გაზაფხული შემოიტანს კარდინალურ ცვლილებებს, იმიტომ რომ თქვენ გრძნობთ, თქვენ თვითონ გინდათ, თქვენ ხართ ორიენტირებული, აი ისტრაფით იმის კრო თქვენ ცხოვრებისეული მდგომარეობა შეცვალოთ და უკვე ის რაც იყო წარსულში გაუგებრობები, სირთულეები, ლაბირინთები, საიდანაც ვერ გამოდიოდით და აი ძანწვალობდით, მოდი ასე ვთქვათ, ხომ? დასრულდეს და დასრულდება კიდევაც, იმიტომ რომ ის ყველაფერი წარსულში იყო. რა არის ხო კოშკის არკანი? კოშკის არკანის მიხედვით კი მტკივნეული იყო, საკამოდ მტკივნეული იყო, რაც თქვენ ცხოვრებაში წინათ, აი ამ დრომდე ხდებოდა ძალიან მძიმე შედეგებით, ძალიან ტკივილიანი შედეგებით, მაგრამ მაინც თქვენ შეძელით საკუთარ თავზე გაიმარჯვეთ
საკუთარში შევს მოერიეთ, ბლოკებს მოერიეთ და გამოძველით სიტუაციიდან და ზუსტადაც რომ ეს არის ხო ადამიანმა რომელმაც ტკივილით გამოიარა რაღაც ცხოვრების რაღაც ეტაპი ხო იმან ძალიან კარგად იცის ბედნიერების ფასი, იმან ძალიან კარგად იცის ცხოვრების ფასი, იმან ძალიან კარგად იცის სიხარულის ფასი და აქედან გამომდინარე თქვენ უკვე კარგად ხვდებით იმას რომ გინდათ კარდინალური ცვლილებები ცხოვრებაში და ამისთვის ისწრაფით კიდევ და ასეც იქნება ხო როგორი მაღალი არკანებია სიკვდილის არკანი რვიანი ხმლების შემდეგ ანუ დასრულდა თქვენი ის ყველაფერი ცუდი რაც კი იყო თქვენ ცხოვრებაში ხო და მოდის კოშკის არკანის მიხედვით აი ზუსტად იმ ცუდი ტკივილიანი ცხოვრების რაღაც ეტაპის შემდეგ თქვენ ცხოვრებაში მოვა საერთოდ სხვა ფორმატი. ანუ ცუდიდან კარგში გადავდივართ, ხო, რას მოგვიტანს? შეხედეთ სამიანით ასი, ორიანით ასი. რას მოგიტანთ? სიყვარულს, სიხარულს, ურთიერთგაგებას, მეგობრულ სფეროში, პირად სფეროშიც, ყველაფერს თავის დრო აქვს რეალურად, ხო, აი რაღაცნაირად გრძნობთ კიდევაც ეს ყველაფერი იქნება, აი დაფრინავთ რაღაცნაირად წამთ ყველაფრის საუკეთესოს ამ ცხოვრებაში და რეალურად ასეც ხდება, ხო, რას მოგიტანთ? ნუ პირველ რიგში მოდი ასე გეტყვით. გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში, აშკარად გამოჩნდება პიროვნება რომელთანაც ემოციური, ასე თქვა, ბმა გაგიჩნდებათ, ემოციები გაგიჩნდებათ ამ პიროვნებასთან, დაუახლოვდებით ამ პიროვნებას, შეიძლება თავდაპირველად მეგობრული ფორმატით იყოს, მაგრამ შემდეგ გადაიზარდოს უფრო მეტში, ხომ ესეა? ნახეთ, რაღაცა გარკვეული პერიოდის მერე, კი ბატონო. და სხვათა შორის ეს პიროვნება რაც გამოჩნდება, ვინც გამოჩნდება, ხო, თქვენ ცხოვრებაში, არ იქნება რაღაც დროებითი და ასე თქვა, პატარა დროზე მორგებული. არა, საკმაოდ ხანგრძლივი ურთიერთობისთვის გამოჩნდება ეს პიროვნება, მოდი ასე თქვა, კი ბატონო. რომელთანაც ეს ურთიერთობა ექვსიანი ხმლების მიხედვით განვითარებადი იქნება, სულ წინ და წინმავალი იქნება, ხო, ხვდებით? ანუ რეალურად თქვენ აი ესე გაერთიანებულები, ხო? ძალიან დიდი ხნის მანძილზე ცხოვრების, ხო, ერთად ივლით ცხოვრებისეულად, მოდი ასე გეტყვით, ხო, აი რამიტომ გეუბნებით, რომ ძალიან კარგი ვიბრაციებით დავიწყე ეს გაშლა რატომღაც არ ვიცი და ესეთი რაღაცა იქნება თქვენს ცხოვრებაში გაზაფხულის და აი ეს თქვა გაზაფხული რას მეტყვის მოიტანს შესაძლებელია უკვე კიდევაც ვიღაც გამოჩნდა თქვენ ცხოვრებაში ახალი და თქვენ ორჭაფობთ არის თუ არა ეს პიროვნება ვინც თქვენთან დიდი ხნის მანძილზე დარჩება რაღაცეთ მოთმინებით აკვირდებით რაღაც შანსი მიეცეთ ამ პიროვნებას კი ბატონო არის ეს პიროვნება ნამდვილად შემიძლია თქვა რომ არის შეხედეთ აი ცხრიანი პენტავა იმ ღმერთო რა არის ეს აკაი არკანები ამოდის ამჯერა რაღაცეთ გონია რომ ზღაპარს ყოფი მაგრამ რა უყოთ რაც ამოდის ხო ხედავთ ხო ცხრიანი პენტაკლების მიხედვით ადამიანი რომელიც რთული პერიოდის მერე გამოდის სიტუაციიდან ყველანაირად ხო აი დაასრულა რვიანი ხმლების პერიოდი, არეულობების, ლაბირინთების, ბლოკების პერიოდი დაასრულა და ზუსტად აი ამ ტკივილების ხარჯზე რაც გამოიარა ცხოვრებაში კოშკის არკანს აი ესე თქვა შეუფარდა თავის ცხოვრება და ასე ვიტყვი რომ ის ცუდი ყველაფერი თავისივე საკუთარი ძალებით, საკუთარი მონდომებით, საკუთარი თავზე მუშაობით დატოვა უკან და ახალს თავის ცხოვრებაში მისცა შანსი, რომ თავის ცხოვრება ახალი რაკურსით, ახალი გზით წაიყვანოს და რეალურად თქვენ ხართ ცხრიანი პენტაკლები, თქვენ ხართ ცხრიანი პენტაკლები. აი ზუსტად აი ყველა ამ კარტიდან რო ვთქვათ, ხო, რომელი კარტია თქვენი, ხო? აი ხო ამდენი ამოვიღეთ. ცხრიანი პენტაკლი, ქალი, ადამიანი, არაფრის მნიშვნელობა კაცების უმწერენ, ქალებს ეხებათ, მხოლოდ გაშლაო, არა, ყველას გეხებათ ეს გაშლა, უბრალოდ მე თუ ქალს ვახსენებ, თქვენ თავზე მიიღეთ უბრალოდ. კარგით უკაცრავად, მაგრამ აი რავი შევეჩვი ესეთი ფორმატით, თუნდაც რომ ქალი ვარ, სავარაუდოდ აი ესე ვთქვათ არ ჩამითვალოთ დისკრიმინაციაში, მაგრამ რაღაცნაირად თუ ქალებს ვახსენებ მაინც. მგონია რომ ქალებისთვის შლი, მაგრამ არ არის ეგრე, თქვენ თავზე მოერგეთ. ანუ პიროვნება, რომელიც საკუთარი თავი გამოიყვანა სირთულიდან და ადამიანი თვითკმარი, ადამიანი თავის ქმნილება, ადამიანმა რომელმაც საკუთარი ძალებით, საკუთარი შრომით, საკუთარი თავში იმდენი, ასე ვთქვათ, აი ზუსტად შრომა ჩადო, ხო, რომ აი ცხრიანი პენტაკლია ახალი, აი სუგანახლებულია, აი იცის საკუთარი თავის ფასი ისწავლა, სიყვარული ისწავლა საკუთარი თავის და აქედან გამომდინარე ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ასევე ცხრიანი პენტაკლები, როგორც ასეთი გვეუბნება ახალ საწყის, თუნდაც ფინანსურ მატერიალურ საკითხშიც, ხო? რაღაცა სიახლე შემოვა ფინანსებშიც, მატერიალურ თემაშიც. შესაძლებელია ახალი სამსახური, ახალი პარტნიორი, ახალი ბიზნესი, რომელიც თქვენ აშკარად წარმატებას მოგიტანთ. ღმერთო ჩემო. შეხედეთ და რეალურად ოთხიანი კვერთხებიდან გამომდინარე ერთსა და მეორე საკითხსაც, ანუ რაც შეეხება ოჯახს, რაც შეეხება ფინანსსაც, მაგასაც ვიტყვი.
პირად ცხოვრებაზე, რაც ვისაუბრებ, პირად ურთიერთობებზე 4-იანი კვერთხებიდან გამომდინარე გეტყვით ძალიან კარგი და პერსპექტიული ურთიერთობა შემოვა თქვენს ცხოვრებაში გაზაფხულთან ერთად, რაც შეეხება სამსახურს. სამსახურისთანაც თითქოს აი ეს გრძნობდი ხო, ცხენი პენტაკლებიდან გამომდინარე, შესაძლებელია რომელიმე ვიღაცამ არ ვიცით, შეიცვალოთ სამსახურის ადგილი, სამსახური ან ერთი ადგილიდან მეორეზე გადახვიდეთ, ან დაწინაურდეთ, უფრო კაი მაღალ პოზიციაზე და ახვიდეთ ხომ? და ეს ყველაფერი თქვენ მოგიტანთ ძალიან დიდ წარმატებას და სიხარულს და სიყვარულს. მოდი ასე ვთქვათ, ხო? ყოველთვის გემახსოვრებათ ის ცუდი და ის მწუხარება გექნებათ ყოველთვის აი რაღაც მოგონებებთან მიმართ. 5-იანი თასები შეხედეთ, მოგონებებია თითქოს აი დაგენანებათ ის პერიოდი, სადაც თქვენ იყავით ამდენი ხანი, თითქოს დაგენანებათ თქვენი დაკარგული დრო, სადაც იყავით ამდენი ხანი, როცა შეგეძლოთ საკუთარი თავისთვის ძალა დაგეტანათ და უფრო მალე გამოსულიყავით თითქოს ამ მდგომარეობიდან, მაგრამ მე გეტყვით რჩევას მოგცემთ თუ მიიღებთ ჩემგან რა თქმა უნდა. ნუ სწუხართ იმაზე და იმის საკითხზე, რაც შეეხება დროის საკითხს ხო, თუ რამდენი ხანი გაჩერდით იმ საშინელ მდგომარეობაში, საიდანაც გამოხვედით. ეს საჭირო იყო იმისთვის, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაც ახალი მოსულიყო. არასდროს არაფერი არ მოვა ისე თქვენს ცხოვრებაში, თუ არ გამოცდით რაღაცა ცუდს, რაღაცა ეს თქვენთვის სამწუხაროს. ხო, ამის ხარჯზე სულიერადაც იზრდები, მატერიალურადაც იზრდები, ყველანაირად იზრდები ადამიანი, ხო, რაღაცა ყალიბდები ადამიანის სირთულეების ხარჯზე და ზუსტად ეს არის რა უბრალოდ დაგენანებათ ხო რაღაც მომენტში საკუთარ თავზე манипуляციას თუ განახორციელებთ აი წარსულზე თუ იფიქრებთ ხო მიხვდებით რომ რამდენად ძლიერი აღმოჩნდით თქვენ ამ სიტუაციაში რომ რთული სიტუაციებიდან რომელიც თქვენთვის ძალიან გულდასაწყვეტია თუნდაც დღეს ხო აი თუნდაც რომ მოიგონოთ რამდენად გულდასაწყვეტი სიტუაციები იყოს თქვენ ცხოვრებაში მოსაგონარი რაც გაქვთ ხო და რამდენად ძლიერი ხართ თქვენ რომ გამოხვედით ამ მდგომარეობიდან ხომ ასეა ზუსტადაც რომ დიახაც აი შეხედეთ რა არის არ ვიცი მე რატომ მაჩვენებს ამას მაგრამ ნუ არ ვიცი როგორ არ ვიცი მაგრამ მოდი ასე ვთქვათ შესაძლებელია ზოგიერთან ყველას ან შეება ყველას ვერა რა თქმა უნდა სისულელეა უკაცრავად მაგრამ უმეტესობას აი 100%-დან 80% რაღაც ერთულები ქონდათ პირად ცხოვრებაში შესაძლებელი იყო მესამე ფაქტორები რამაც თქვენ პირად ცხოვრებაც აგირიათ ასე ვთქვათ ფინანსური სფეროც და აი ბრაზდებით საკუთარ თავზე რომ გაჩერდით ამდენი ხანი რეალურად ხომ და აი საკუთარ თავსაც კი აბრალებთ ამას რომ ყველაფერი თქვენი ბრალია რას მოხდა თქვენ ცხოვრებაში შეცა შეგეძლოთ თქვენი თავისთვის უფრო ადრე მიგეცათ შანსი მაგრამ რეალურად შეხედეთ ყველაფერი ხდება თავის დროზე სამიანი კვერთხებიდან გამომდინარე მოდი ასე გეტყვით ყველაფერი რაც ხდება საჭიროა და ყველაფერი რაც მიდის უნდა წავიდეს და ყველაფერი რაც მოდის თავის დროზე მოდის და რაც ხდება ყველაფერი საჭიროა რომ მომხდარიყო და რაც ხდება ის მოხდება აუცილებლად და სამომავლოდ რეალურად შეხედეთ თქვენ თავს მიეცით შანსი იმისა თქვენ ზუსტად თქვენ ხართ ის პიროვნება ვინც საკუთარ თავზე იშრომა საკუთარ თავს მისცა შანსი იმის რომ ცხოვრება სულ სხვა გზით წაიყვანოს და თავის ცხოვრება წარმართოს რაღაცნაირად შედეგიანად, კარგად, ლაღად. აი პროდუქტულს რო იტყვია ხო, ცხოვრება აი კარგ მდგომარეობაში გინდათ რომ იყოთ ყველანაირად და აი აქედან გამომდინარე, მოდი ასე ვიტყვი ხო, გაზაფხულის ზუსტადაც რომ გაზაფხულის ერთი ნათელი დილა რო გათენდა, ზუსტადაც რომ გაზაფხულის მზემ და ამ სხივმა იმდენად თქვენში, იმდენად კარგი ვიბრაციები და ემოციები შემოიტანა, მოდი აი ესე ავღწე რაღაცნაირად ხო, რომ აი სურნელმაც კი თქვენში რაღაც ახალი სურვილები და ასე ვთქვათ мотивაციები აღძრა და ამის შემდეგ თქვენ თავად გადაწყვიტეთ აი თქვენს თავს მისცეთ ახალი ასე ვთქვათ ეტაპის უფლება ცხოვრებაში და რეალურად შეხედეთ კი ბატონო თქვენს თავს აძლევთ საშუალებას და უფლებას რომ იყოთ ლაღად და კარგად ყველაფერი იქნება კარგად თქვენ გაუწოდეთ საკუთარ თავს ხელი ცხოვრება გამოგიწვით ხელს თქვენ აუცილებლად ბედი თქვენ აუცილებლად გამოგიწვით ხელს ესეა ხო დასაც დასცეს იმას მოიმკი ამ ცხოვრებაში ასეა ამას ვერავინ ვერ გაიქცევა რაღაც ერთ კარგი გაშლა გამოვიდა ხო გეუბნებით ყველაფერი კარგი მოიჩქარეს თქვენს ცხოვრებაში ძალიან კარგი გაშლა გამოვიდა რას მოგიტანთ ხო ეს გაზაფხული რას მოგიტანთ და ყველაფერს კარგს პირად ცხოვრებაშიც გამოჩნდება ვინმე ახალი აუცილებლად მე აქ ძველის დაბრუნებას ვერ ხედავ ის ძველი სიკვდილის არკანის მიხედვით დასრულდა
კოშკის არკანის მიხედვით კი ძალიან რთული და ტკივილიანი დასასრულია, მაგრამ როგორც იყო, ვეღარ იქნება. როგორც იყო წინათ, დღევანდელ დღეს ესე აღარ იქნება. თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ის წარსული დატოვოთ წარსულში და თქვენ მხოლოდ მომავალში. ახალი გზებით, ახალი პიროვნებებით, ახალი საწყისით იაროთ, ასე ვთქვა, ცხოვრებისეულად და ეს ყველაფერი ხოთა შორის თქვენ ცხოვრებაში დელეკარგად მოვა. ის ხოთა შორის ამოვიღე არკანები, ხო? ერთადერთი ცუდი არკანი, რაც აქ შემხვდა, ეს არის სინანული წარსულთა მიმართებაში ხუთიანი თასები. ესეც არ ვიტყვიო, ცუდი არკანია, უფრო მოწყენილი სევდიანი არკანია, ასეთ არკანებთან, რომლებიც ეს არის ვიტყვი, რომ შეუფერებელია, მაგრამ მაინც მოდი ასე ვთქვათ, უნდა გვახსოვდეს წარსულის შეცდომები და უნდა ვაცნობიერებდეთ და იმდენად წყარად უნდა გვიჭერდეს ყელშია ეს ჩვენი წინათ დაშვებული შეცდომები, რომ თავიდან არ განვამეოროთ, არ გავიმეოროთ და არავის არ ვიცეთ შანსი და უფლება, რომ ჩვენ გვაწყენინოს და ცხოვრება დაგვინგრიოს იმ დონეზე, საიდანაც თქვენ გამოხვედით, ხო? რვიანი ხმლების პოზიცია. ეს არის ბლოკების პოზიცია, ეს არის ლაბირინთი, ეს არის გამოსავალს ვერ პოულობ, სიტუაციურად რო ხარ ჩაკეტილი და ამ მდგომარეობამდე თქვენ მიგიყვანა. როგორც პიროვნებებმა, ასევე სიტუაციებმა, მაგრამ პირველ რიგში საკუთარმა თავმა, იმიტომ რომ რეალურად ყველაფერი ხდება არის ჩვენი ბრალი. სხვებში არ უნდა ვეძებოთ დამნაშავე. ყველაფრის უფლებას ადამიანებს ვაძლევთ ჩვენ, მაგრამ ამასაც დავამატებ, რომ ცხოვრებისეულად რაღაც ეტაპები უნდა გამოვიაროთ, ყველაფერი უნდა გამოვიაროთ, არავინ არ თქვას, რომ ცხოვრებაში არასდროს არ დაცემულა უთავმოყარეობის დონემდე. ყველა ჩვენთაგანმა გამოვიარეთ უთავმოყარეობის პერიოდიც და ზუსტად მაგის შემდეგ, მაგის შემდეგ ვისწავლეთ საკუთარი ფასი. თავის ფასი, მოდი ასე ვთქვათ. რომ ჩვენ ვართ შეუფასებლები და ფასი არ გაგვაჩნია. ზუსტად ეს არის ის, რაც ყველამ უნდა გამოიაროს და არავინ არ დამიწეროს და არ მითხრას და არავინ არ გამაგონოს ის, რომ მე ცხოვრებაში უთავმოყარე ვარ ყოფილვარ ყველა თავის ცხოვრებაში. კაციც თუ ქალიც აუცილებლად მიდის იმ პიკამდე, რასაც ქვია უთავმოყარეობა, რომ შემდეგ უკვე თავმოყარეები გავხდეთ. ზოგიერთმა დაძლია ეს პრობლემა, ზოგიერთი ისევ დღემდე წვალობს ამ პრობლემაში. აი დღეს ვის ამ გაშლას უყურებთ, თქვენ ეს გაიარეთ. თქვენ ამ ბლოკებიდან გამოყვედით, თქვენ ამ ჩაკეტილობიდან გამოყვედით და გილოცავთ მეტი რა გითხრათ. სულ ეს ყოლის თქმაც მე სურდა დღეს ამასთან დაკავშირებით, თუ რა გელოდებათ, ხო? გაზაფხულის ცვლილებები რა იქნება, რას მოგიტანთ გაზაფხული ყველაფერს კარგს. და სხვათა შორის არც თუ ისეთი პატარა დროის პერსპექტივით. მოდი ასე ვთქვათ. ხანგრძლივი დროის პერიოდზე მაქვს საუბარი სამომავლოდ, რაც უნდა მოხდეს ამ გაზაფხულზე, გაგრძელდება ხანგრძლივი დროით. და რა ვიცი, ბედნიერიც იქნებით, იცით? ეს არის თქვენი დამსახურება, საკუთარ თავებს, ასე ვთქვათ, მოუბოდიშეთ და მადლობაც უთხარით, იმიტომ რომ საკუთარ თავს ქმნით თქვენ. არავის სხვა, თქვენ ხართ საკუთარი თავის მკნელები და ზოგადად ასეა, ხო? უფალმა მოგცა ხელფეხი, ხელსაც გაანძრავდა, ფეხსაც გაანძრავდა, გეშველება არა და დაიხრჩობი. ეს ასეა. რა უყოთ, ესეთია ეს ცხოვრება. დაგემშვიდობებით, ჩემო მშვიდობიან ღამეს გისურვებთ და საუკეთესოს ყველაფერს ცხოვრებაში. აი ეს სულ ასე ლაღად, როგორც თქვენ ეს გაზაფხულის სურნელი შეიგრძენი და არ ვიცი, ზოგიერთი მიხვდება, რასაც საუბრობ, ხო? აი გაზაფხულის სურნელთან ერთად რომ მოგინდება ყველაფერი კარგი, რომ მოიტანს გაზაფხულის სურნელი კარგს და ზისხივი რომ გაგათბობს იმ დონეზე, რომ გინდა რომ ყველაფერი კარგად იყოს და აღარ გინდა რომ ცუდად იყოს. აი ზუსტად გაზაფხულის სურნელივით ესეთი კარგი და ლამაზი ცხოვრება გქონდეთ მთელი, ასე თქვა, ცხოვრების მანძილზე. კარგად ბრძანდებოდეთ, კარგად იყავით.